ფული, დრო და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად. როგორ დავეუფლოთ ფულის კეთების ნამდვილ ხელოვნებას? რადიო იმედის ეთერშია ბიზნესი თორნიკე გურულთან ერთად. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. ყველას გულით მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. დღევანდელ ჩვენს გადაცემას დავიწყებთ, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. წინასწარ უნდა დავაანონსო, მინდა ერთი ინფორმაცია გაგაცნოთ, ეს არის კომპანიის შესახებ, რომელსაც Address Development ქვია. Address Development წარმოგიდგენთ ახალ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს Address რუსთავში, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში, მოდებაძის ქუჩაზე. კომპლექსი გთავაზობთ ყველაფერს, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებისთვის. ეს არის საუკეთესო ლოკაცია რუსთავში, კორპუსს აქვს თანამედროვე დიზაინი, მაღალი ხარისხი და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. ასევე კომპლექსში დაგვხვდებათ გამწვანებული სივრცეები, რეკრეაციული ზონა, საბავშვო და სპორტული მოედანი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ ცხოვრებას და ყველაფერი ეს საუკეთესო ფასად და მოქნილი გადახდის პირობებით. ფასები იწყება $700-დან და თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება. კომპლექსი მოიცავს ამ ეტაპზე 3 ბლოკს, თითო ბლოკი შედგება 12 სართულიდან, სადაც -1 სართულზე განთავსებულია საპარკინგო სივრცე, პირველი სართული კომერციული ფართებისაგან შედგება, ხოლო საცხოვრებელი ბინები მეორე სართულიდან იწყება. თითოეული სართული 13 საცხოვრებელ ბინას მოიცავს. ყველა ბლოკს აქვს 2 სადარბაზო და ის გამოირჩევა ასევე სხვა ტიპის ლიფტებით. ენერგოეფექტური შენობა თავად თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებია გამოყენებული, რომელიც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ზრდის ცხოვრების კომფორტს. გარემოს სრულად უსაფრთხოა, რადგანაც თანამედროვე კონცეფციითაა შედგენილი, სადაც ყველაფერი მობინადრეების კომფორტზე და დაცულობაზეა გათვლილი. დაბადებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დავუკავშირდეთ Address Development-ის გაყიდვების ოფისს, რომლის ტელეფონის ნომერიცაა 540 270 270. ვიმეორებ ტელეფონის ნომერს, ეს ტელეფონის ნომერია 574 270 270. ანუ ძალიან მარტივი ტელეფონია 574 270 270. ეხლა ჩვენს გადაცემას დავუბრუნდეთ. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. საქართველოს NLP-ის სკოლის დამფუძნებელი მანანა ჯორჯიაშვილია ჩვენი სტუმარი. მანანა მოგესალმებით. მანას უკვე რა ვიცი, ათეულობით წლებია ვიცნობ და როდესაც სიტყვა NLP ან როდესაც ეს მიმართულება NLP გვახსენდება, აუცილებლად მანანა გვახსენდება ხოლმე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრის ამპლუაში ხარ მანანა და უკვე მაინტერესებს რაზეც ვილაპარაკებთ. პირველი ალბათ მიმოვიხილოთ სიტუაცია, რატო გახდა დღეს აქტუალური ათეულობით წლებია უკვე ამ მიმართულებით ხარ და დღეს ყველაზე აქტუალური გახდა NLP-ის სწავლება და NLP-ის სკოლა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მეც მინდა დაგიდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა თორნიკე შენს მიმართ და გადავალ ახლა თემაზე, რატო გახდა აქტუალური? იმიტომ რომ ფაქტიურად NLP შეიქმნა როგორც მოდელირების ტექნოლოგია, ანუ წარმატების მოდელირების სხვადასხვა სფეროში წარმატების მოდელირების ტექნოლოგია და იმიტომ რომ ორიენტირებულია ძირითადად წარმატებაზე, როგორ შეიძლება ყველა ინდივიდმა, თითოეულმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, ეს შექმნეს NLP-ის დამფუძნებლებმა. და თან აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რომ სხვა ფსიქოლოგებს არ ქონდეთ დიდი რაღაცა კრიტიკული აზრი ჩართული. NLP-ში არაფერი არ არის ახალი მოგონილი, ეს არის უბრალოდ არსებული ფსიქოლოგიური მიმართულებებიდან წამოღებული და უფრო პრაქტიკული, რომ გამხდარიყო ფართო მასებისთვის ფსიქოლოგია, უფრო გამოყენებადი რომ გამხდარიყო. NLP არ არის მხოლოდ ფსიქოლოგებისთვის, ეს არის ბიზნესმენებისთვის, ეს არის პოლიტიკოსებისთვის, ეს არის პედაგოგებისთვის, ეს არის ყველა სპეციალობის ადამიანისთვის. დიახ, NLP არ არის მხოლოდ თერაპია. დღეს მით უმეტეს, როცა რობერტ დილსი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ თავისი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნეს კონსულტირების გადმოიტანოს და უფრო ბიზნესის სფეროს მოარგოს NLP, იმისთვის რომ ყველა ბიზნესმენმა და ბიზნეს ვუმენმა და ბიზნესის ფლობელმა იფიქროს იმაზე, რომ მისი ბიზნესი არის ერთი მთლიანი სისტემა და ამ სისტემის განვითარებისთვის რაღაცა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ სისტემა დიახ, რა არის კონკრეტული შედეგი, რომელსაც ელოდებიან ხოლმე NLP-ის ჩართულობის შემთხვევაში?
შედეგი ის არის, რომ ძალიან ხშირად გარემოში დეზორიენტირებულია ადამიანი, იმიტომ რომ გარემო რაღაც ახალ გამოწვევებს თავაზობს ხოლმე და ეს ახალი გამოწვევებზე ამ ახალ გამოწვევებზე ადაპტირება ცოტა უჭირთ ხოლმე ადამიანებს. ეს ინდივიდები შეიძლება იყვნენ და ბიზნესიც შეიძლება იყოს და პოლიტიკოსიც. ბიზნესი ხდებოდეს ახალ გარემოში და ჩვენ ვიცით რომ დღეს ძალიან ცვალებად გარემოში ვართ. ყველაფერი იცვლება და განსაკუთრებით ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში, როდესაც დღეს მაგალითად მე 4-ჯერ მიმართა ხელოვნური ინტელექტ სხვა ტიპის თემაზე ბიზნესის მიმართულებით და როდესაც ასე ვითარდება ტექნოლოგიები და ყოველ დღე ცვალებადია და გუშინ როდესაც რაღაცა ინფორმაცია იყო აქტუალური, დღეს შეიძლება უკვე ეს აქტუალობას კარგავდეს, ვფიქრობ, რომ დღეს რო ცვალებადი გარემოა, ასეთი ცვალებადი გარემო არასდროს არ ყოფილა. ხო, არ ვიცი, ფართო საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრი ბიზნესმენისთვისაც, ბიზნესშიც მოღვაწეს, ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ცნობილია ესეთი ტექნოლოგია, რასაც დილცის პირამიდა ქვია, კოუჩინგიც ამას ძალიან წარმატებულად იყენებს და ზუსტად აი ამ პირამიდაზე რო ვესაუბროთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, იმიტომ რომ ბევრისთვის ალბათ არ არის ნაცნობი. ამ პირამიდას სხვადასხვა დასახელებითაც შევხვდებით. ეს არის ლოგიკური დონეების პირამიდა, ეს არის ნეიროლოგიკური დონეების პირამიდა, ზოგჯერ დილცის პირამიდასაც ეძახიან ხოლმე და პირველი საფეხური ზუსტად აი ამ პირამიდის ფსკერი ეს არის გარემო. როგორ აღვიქვა მე გარემოს და რა არის გარემოში ისეთი მაპროვოცირებელი ჩემი დაუშვათ რაღაცა დაბნეულობის ან რაღაცა რომ ვერ ვკვევი რაღაც სიტუაციაში და რაღაც. ყველა კონკრეტულ გარემოს გარემოში ჩვენ გვახასიათებს კონკრეტული ქცევა და მოქმედება. და ეს არის ზუსტად ის მოქმედება, რომელსაც გარემო ზოგჯერ მკარნახობს, ოღონდ შეიძლება არ იყოს წარმატებული. ამიტომ ჩვენ გვაქვს აი NLP ითვალისწინებს ამას აღმავალი და დაღმავალი მსვლელობა პირამიდის განხილვისას. შემდეგი ეტაპი უკვე ამ პირამიდის ეტაპი არის ქცევა და მოქმედება, როგორ ვიქცევი მე არის თვისებები, უნარები და ჩემი შინაგანი რესურსები, რომელსაც ვიყენებ ამ ქცევაში, ამ კონკრეტულ გარემოში. შემდეგი დონე უკვე პირამიდაზე არის ფასეულობები და ჩემი რწმენა მტკიცებულებები, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს ჩემს ხასიათს, ჩემს თვისებებს, ჩემს რესურსულ მდგომარეობას, რომელიც იწვევს ისეთ მოქმედებას იმ კონკრეტულ გარემოში, ანუ პირამიდის ყველა ლოგიკური დონე ასე ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. შემდეგი არის უკვე იდენტიფიცირება აი ამ გარემოში, ამ ფასეულობებით, ამ უნარებით, ამ რესურსებით, ამ ქცევით, მე როგორ ვინ ვარ, რას წარმოვადგენ. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, შეიძლება იყოს კონკრეტულად ერთი ადამიანი, ხო? და მე უკვე ვფიქრობ, რომ რა მინდა. რისი შექმნა მინდა. და რისი შეცვლა მინდა. და რისი შეცვლა მინდა, ხო. უფრო მეტად ეს არის ცოტათი წააგავს, შეიძლება ზოგჯერ ილუზორულად მოგვეჩვენოს, ოღონდ აქაც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ აი NLP-ს აქვს ძალიან კარგი ტექნიკა. ქვია მიზნების სწორად ფორმულირება. რა მინდა რომ მივიღო და აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინო დრო და ზომები ჩემი მიზნის. ხო, მე შეიძლება ძალიან ბევრი რამე მინდოდეს და ძალიან სწრაფადაც მინდოდეს, ოღონდ ეს არ იყოს რეალური და მე რომ იმედგაცრუება არ მივიღო ჩემი მოლოდინსა, იმედგაცრუება რა არის მოლოდინსა და რეალობას შორის სხვაობა, ხო? რა მაქვს რეალურად, ხო? აი ეს იმედგაცრუება რო არ მივიღო, ამიტომ მე თავის ფორს-მაჟორებით, თავის რაღაცა მოულოდნელი რაღაც იმებით უნდა გავთვალო რაღაცა მაქსიმალური დრო, როცა მე ბიზნეს მიღწევა შემიძლია და აი ამ ხედვის ჩამოყალიბებით, იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც ზოგჯერ ადამიანური რესურსია და ზოგჯერ მატერიალური და ხშირად არ არის ეს ძალიან დიდ მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ეს და ხშირად არის, როცა ვიღაცა ბიზნესს რო იწყებს, გონია რომ იმე მილიონები ჭირდება ბიზნესის დასაწყისად. სულაც არა ამ დროს. იმის გათვალისწინებით ზუსტად რომ საკუთარი შინაგანი რესურსები გაქვს გამოსაყენებელი და საკუთარი ინტელექტი და შენი გარემოცვის გუნდის შინაგანი რესურსები შეიძლება ძალიან მინიმალურ დანახარჯზე
წახვიდე და ესე დაიწყო. ამიტომ NLP-ს აი ისევე როგორც PR-საც აქვს ესეთი სლოგანი, ხო? მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღება. NLP არის ამაზე ორიენტირებული, რომ შენ მინიმალური დახარჯო იმისთვის, რომ მიიღო მაქსიმალური შედეგი. ხშირად ეს შინაგან რესურსებსაც ეხება, როცა რესურსი სწორად არის მიმართული. როცა შენ ზუსტად იცი რა უნარები გჭირდება იმისთვის, რომ დაუშვათ რაღაცა შედეგს მიაღწიო, მაშინ ძალიან ადვილია ამის გაკეთება, მაგრამ როცა შენ ეს რესურსები და ხშირად ეს რესურსები ყველა ადამიანს აქვს, აი საოცრება ეს არის, უბრალოდ ადამიანებმა არიციან, რომ ამ რესურსებს ფლობენ. რატო? იმიტომ რომ მათზე მოქმედებს წარსული, მასზე მოქმედებს ის მიკროსოციუმი, რომელშიც გაიზარდა, ჩამოყალიბდა, განვითარდა და ეს გარემო, რომელშიც დღეს იმყოფება, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ გარემო, რომელშიც ადამიანი არის და ამ გარემოსთან შეგუებულია და კომფორტის ზონაშია, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ იქიდან იწყება. ყველაზე მეტად ადამიანებს უნდა ეშინოდეთ სტაბილურობის, იმიტომ რომ სტაბილურობა არის ყველაზე ცუდი რაღაცა. ჩვენი სამყარო მოწყობილია ისე, რომ ჩვენ მუდმივად გვჭირდება განვითარება. ჩვენ მუდმივად უნდა წავიდეთ წინ. იმიტომ რომ ასეა სამყარო აწყობილი. რამდენად პოზიტიური სიტყვაა კომფორტი, ამდენად სიტყვათა წყობა, კომფორტული ზონა უკვე საშიშია. იმიტომ რომ ეს არის რეგრესი ფაქტიურად, ეს არის სტაგნაცია, ხო? ეს არის ერთი ადგილის ტკეპნა და რაღაცა და აი ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა ძალიან ისეთია ხოლმე, უჭირთ ხოლმე ადამიანებს. ბევრი რამე უნდათ, მაგრამ ამასაც ვერ თმობენ ხოლმე. მე ამას ეძახიან სიზარმაცეს და თუ ეს სიზარმაცე ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სიზარმაცე ძალიან პოზიტიურია და მე ისე მინდა იმ თემას დაუბრუნდე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს იმდენი რესურსი, რამდენიც მის წარმატებას უზრუნველყოფს. უბრალოდ ხშირად ამის შესახებ არ იცის და რატომ არ იცის? იმიტომ რომ ვიღაცა მოდესღაც მიაძინა ეს რესურსი. იმ მიკროსოციუმმა არ გამოგივა. ძალიან ხშირად ნახეთ როგორი ისეთი არაჩვეულებრივი განზრახვით მშობლები რო ეუბნებიან, მოდი მე მოგეხმარები, შენ ამას ვერ შეძლებ ახლა ჯერ ან პატარა ხარ ან რაღაც არ იცი როგორ გააკეთო, მოდი ამას მე გავაკეთებ ახლა შენს მაგივრად. ხშირად მშობლები ესეთი დათვურ სამსახურსაც უწევენ ხოლმე ზემზრუნველობით გამოწვეული ემეთი და ეს არის რომ უკვე პროგრამა მიდის რომ მე არ შემიძლია. და ადამიანები ხშირად კარიერულ წინსვლაზე ამბობენ უარს, იმიტომ რომ აქ პასუხისგებლობა გამოაცალეს. და იქ პასუხისგებლობის აღება აღარ უნდა და ამიტომ რჩება კომფორტის ზონაში და კარიერული წინსვლასთან ბევრი რამეა ხო დაკავშირებული. მე მყავდა ერთი ესეთი კლიენტი, რომელიც ძალიან დიდ კომპანიაში მუშაობდა და რაღაცა შესთავაზეს დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და არ წავიდა, იმიტომ რომ პასუხისგებლობა იყო და რატო? იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დედა ეუბნებოდა, შენ ეს არ შეგიძლია, მოდი ამას მე გავაკეთებ. ეგ ძალიან ცუდი, როცა ასეთ რაღაცას გაუვნებიან, იმიტომ რომ შენ აუცილებლად ეგუები გარემოს, რომ შენ რაღაც არ შეგიძლია. კი. და აი ეს არ შეგიძლია არის ძალიან ნეგატიური პრობლემა და ნეგატიური პროგრამა, რომელიც უქმნის ბლოკს ადამიანს და ნებისმიერ შესაძლებლობა შეიძლება შეეხოს ეს. რომ შენ ეს არ შეგიძლია. და რეალურად დღეს 21 საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეცნიერებით თითქმის ყველაფერი უკვე შესაძლებელი ხდება. კი. როდესაც ჩვენ ადრე თუ ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ იმაზე, რომ გადაფრენა შეუძლებელი იყო, დღეს ახლა თვითმფრინავით სარგებლობა და ერთი ქვეყნა მეორეში გადასვლა, მგონია რომ ძალიან მარტივია, ისე როგორც მარე ალბათ ეს მფრინავი ავტომობილები გაჩნდება. უფრო მეტიც ხელოვნური ინტელექტი ისე იკიდებს ფეხს, რომ ცოტა ხნის წინ რაღაც სტატიას ვკითხულობდი, ასეთი ტიპის რაღაც თემას ანვითარებენ, რომ მაგალითად მე შემეძლება ავტვირთო ჩემი ფოტო, ვასწავლო ჩემი მეტყველება, ის სიტყვები, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ, ის ხმის ტემბრი, რომელიც მე მაქვს, ის ჟესტიკულაცია, რომელიც მე მაქვს და 100 წლის მე რასაც აღარ ვიქნები, ზუსტად იგივე თორნიკე დაგელაპარაკოს. ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან შეცვალა კიდე ეს სამყარო და ეს ცვლილებები ყოველთვის უფრო და უფრო მეტ განსაცდელს
უვლენენ ხოლმე ადამიანებს. ამიტომ გახდა აი ამ ხელოვნური ინტელექტის და ამ პროგრესის აი ამ ციფრული ტექნოლოგიების და იმების შემოღებით, ხო? დაჩქარდა დრო, ადამიანებს აღარ აქვთ იმის საშუალება და დრო, რომ წლობით იარონ თერაპიაზე, რაც ადრე ძალიან წარმატებით ხორციელდებოდა. მე არ ვაკნინებ არც ერთ მიმართულებას, თუმცა NLP-ის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ სწრაფად აგვარებს პრობლემას, იმიტომ რომ სწრაფება ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი ეს სისწრაფე, რაც NLP-ს აქვს და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ხშირად ადამიანებს არ უნდათ მოყვნენ შინაარსი. მაგალითად კონფლიქტის შინაარსი, მაგალითად რაღაცა, მაგრამ სამაგიეროდ იმ კონფლიქტში მან წამოიღო ისეთი ემოციები, რომელიც მომავალში ხელს უშლის. საჯარო გამოსვლა იქნება, თათბირზე გამოსვლა იქნება სიტყვით, უფროსთან ურთიერთობა იქნება, ნებისმიერი რაღაცა შეიძლება იყოს, რომელიც ხელი შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის. ამიტომ შინაარსის მოყოლის გარეშეც შეუძლია, რომ თავის ესეთ შემბოჭავ ემოციებზე იმუშაოს და სწრაფად მოაგვაროს პრობლემა. ნუ აი ნებისმიერი ფობია ერთიანში იხსნება. ახლა ამაზე ყველაზე დიდი პრობლემით რითი მოდიან ხოლმე თქვენთან მანანა რა არის ხოლმე ყველაზე მთავარი რის გამოც ფერხდებიან ხოლმე ადამიანები რაღაცა მიზნების მიღწევის პროცესში. თვითშეფასების არ ქონა, ეს არის ყველაზე დიდი. თავდაჯერებულობის ნაკლებობა და სილაღის დაკარგვა. ძალიან სამი ყველაზე ესეთი აი ესეთი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ შენ შეიძლება შრომობდე და რაღაცა, მაგრამ ეს და აი ამით სიამოვნების მიღება კიდე რაღაცა პერიოდი ახლა იუნგის ციტირებას მოვახდენ, რომ ცხოვრების ერთ ნაწილს ადამიანები სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ და მეორე ნაწილს თავისი ცხოვრებითო. სადღაც აღმოაჩენ, რომ რაღაცას ისი არ აკეთებ, რომ შენ სიამოვნება მიიღო. ან შეიძლება მანამდე გსიამოვნებდა და რაღაც პერიოდში აღარ გსიამოვნებს და აი ეს წერტილი რომ მოძებნი და გააცნობიერებ, აუცილებლად უნდა იფიქრო იქ რაღაცის შეცვლაზე. არ იფიქრებ და მოდის ფსიქოსომატიკა, იმიტომ რომ შენი არაცნობიერი არ მოგასვენებს არაფრით და მერე მოდის ფსიქოსომატიკა და უკვე უმრავლესობა აი ეს დისკომფორტის ხელში და ეხა დაავადებების ზოგიერთი დაავადების განვითარება ზუსტად ბევრის აი ამ სტრეს ფაქტორზეა ზუსტად დამოკიდებული, რომ შენ ვერ იღებ სიამოვნებას უკვე შენი აქტივობებით და აღარ მოგწონს ის სამსახური და რა უნდა შეცვალო არ იცი. და ხარ რაღაც შუა გზაში გაჭედილი. აი შუა გზაში და მე მოდის თავის ტკივილი, მოდის რაღაცა, მე შაკიკებს ეძახიან, მე წლების მერყეობა მოდის, მე ყველაფერი და ამ დროს არის აი ეს უმარტივესი. ეხლა ჩვენთვის უმარტივესი, როცა ჩვენთან მოვლენ ხოლმე, თორემ მისთვის რა თქმა უნდა არ არის მარტივი და ცდილობენ ხოლმე რომ გაერკვნენ მაგალითად რა ხდება მის ცხოვრებაში და ნუ აღმოაჩენენ რომ ეს ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია მისი ცხოვრებისეული და რაღაცა უნდა შეცვალოს. მე უკვე ძალიან ბედნიერები არის. ეს ყველაზე რთული პროცესია, სანამ ადამიანი მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მე უნდა დავიწყო პირადი ცვლილებები. თუ მე ცვლილებებს არ დავიწყებ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ხო, აი ამის გაცნობიერება ხოლმე ძალიან ხშირად რთული ხოლმე და მე ესეთი შემთხვევაც მქონდა, რომ იმიტომ რომ რაღაცის ცხოვრების შეცვლის მოთხოვნილება ქონდა ადამიანს, ხო? ის კი არ იფიქრა, რომ პროფესია აქვს შესაძლებელი, ან სამსახური აქვს გამოსაცვლელი. იქიდან გაღიზიანებული და ნერვებაშლი რომ მოდიოდა, სახში ქონდა კონფლიქტები და ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მე მგონი ქმარს შორდებიო და რაღაცა და ანდას ქმარი არაფერს შუაში არ იყო. შუაში იყო აი შინაგანი შეგრძნებები, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, უფუნქციობა მისი და სახში რომ მიდიოდა უკვე გაღიზიანებული იყო და ყველა პირველ შემთხვევაში ქონდა კონფლიქტი და რო აღმოაჩინა, რომ სამსახურის ცვლილება, პროფესიის ცვლილება იყო არაჩვეულებრივი გამოსავალი, მე ქმარი მოვიდა და მითხრა, რომ შენ გაიხარეო რა რაღაცა ისეთი იყო, რომ რაღაცა აღმოჩენა, რომ თურმე ოჯახი არაფერ შუაში არ არის, სამსახურია შუაში. თერთანამდე ხშირია ხომ, რომ სამსახურია შუაში. ძალიან ხშირი.
რა იწვევს ამ ყველაფერს რატო ხდება სამსახურებში დღეს თქვენი გადმოსახედიდან ალბათ პროფესიის არასწორად შერჩევა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ასაკში ვირჩევთ ჩვენ პროფესიას და ძირითადად ეს პროფესია ჩემი შინაგანი გამოძახილიდან კი არ არის, რომ მე როგორ ხედავ ჩემ თავს რაღაცა, ხო აი მე ვოცნებობდი ამაზე. არამედ არის რჩევებით, იმიტომ რომ 16-17 წლის ასაკში ჩვენ არაფერი არ ვიცით. არავინ არ გვიხსნის, რომელი პროფესიის უკან რა დგას. თეთრი ხალათის უკან რომ გათენებული ღამეებია არ ვიცით. თეთრი ხალათი მოგწევს. სამედიცინოზე აბარებს ხალხი და მერე მიდიან სხვა სფეროში ხოლმე, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ეს მისი არ არის. მიუხედავად იმისა, ბავშვობაში ექიმობანას თამაშობდა. სტერეოტიპული შეხედულებები რაღაცა პროფესიებს მოდაშია რომელიღაცა პროფესია. რაღაცა ეტაპზე მაღალი ანაზღაურებადია და რაღაცა და რამდენად სიამოვნებს მე ამის კეთება. ის მაღალანაზღაურებადი ეს ამას აღარ ვითვალისწინებთ. გააჩნია, იმიტომ ჩვენ ახლა ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, როდესაც არის საუბარი ბურნაუთის სინდრომზე, როდესაც ადამიანები გადაიწვევიან ხოლმე და მთელი სიმპტომები აქვს ამას. მე არ ვარ ახლა ამ მიმართულების სპეციალისტი, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი პირადი გამოცდილება, ჩემი ერთ მეგობარს ჰქონდა მსგავსების რაღაცა ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში ცენტრალურ ევროპაში და რა მძიმე წარიმართა მე ეს გადაწვა, სამსახურებრივი გადაწვა მის ცხოვრებაში, თვალი მივადევნე და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს გადაწვის აი ერთ-ერთი კომპენსატორული ის არის, რომ შენ სიამოვნება მიიღო და გიყვარდეს შენი საქმე. როცა შენ სასიამოვნო დაღლილი ხარ, როცა შენ საყვარელ საქმეს აკეთებ, ხო? მაშინ ეს გადაწვა ნაკლებად ხდება. მაშინ უბრალო დასვენება, ფიზიკური დასვენება აქედან გამოსავალია. მაგრამ როცა შენ უკვე დაძაბული ხარ იმ ციფრებით და რაღაცა მუშაობ ბუღალტერიაში, რომელსაც ვერ იტან და ვერც ერთ ციფრს ვეღარ იტან უკვე, მაგრამ იძულებული ხარ, იმიტომ რომ მაღალი ანაზღაურება გაქვს და პარალელურ რეჟიმში შენ შინაგანი მოთხოვნილებაა ხატო. ხო? ან რაღაცა ხელოვნებით იყო დაკავებული და რაღაცა. იმის საშუალებაც არ აქვს, რომ აი ეს შეათავსო ისე, რომ ისიც მიიღო დაუშვათ სულიერი სიამოვნებაც და მატერიალურიც მიიღო. აი ეს კომპენსირებაც არ გვაქვს ხოლმე ხშირად. მრავალფეროვანი გამოცდილება სტუდენტებთანაც და სხვა თაობებთან. ხო არ შეიმჩნევა რაღაც განსხვავებული მიმართულებები აი ამ პრობლემატიკაში თაობების მიხედვით, მაგრამ მგონია რომ დღეს აი ეს ახალი თაობა ყოველ შემთხვევაში რომელიც მე ვხვდება უნივერსიტეტში, უფრო სხვანაირები არიან, თუნდაც პროფესიის არჩევაში და თუნდაც რაღაც რო არ გამოვიდათ, ამას დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ და უფრო სხვანაირი მიდგომა აქვთ. ხო არ არის რაღაცა ტიპის განსხვავება სხვა თაობას შორის? არის, თუმცა მე ამას მაინც მშობლების თაობასაც დავაბრალებდი, კარგი გაგებით, იმიტომ რომ მშობლებიც მიხვდნენ, რომ თავზე არ უნდა მოახვიონ და შვილს მისცენ არჩევანის საშუალება. აი, რაც უფრო ახალგაზრდა მშობელი ყავს, ნაკლებად დირექტიულები არიან უკვე პროფესიის არჩევაში და თუნდაც მეუღლის არჩევაში. აღარ კარნახობენ ცხოვრებას. ხვდები და აღარ ურჩევენ. შეიძლება უთხრან, რომ აი საინტერესო პროფესიულია, იურიდიული ეკონომიკა, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიები მაგალითად, ხო? უთხრან და მოდი აბა იფიქრი ამ მიმართულებით, რომელი გინდა და რაღაცა და ამასაც შვილზე დაკვირვებით აკეთებენ. მას ეს გამოსდეს რაღაცები გამოსდეს. აი მშობლებმა ეს ისწავლეს და აი ახალი თაობის მშობლები წამოვიდნენ ისეთები, რომლებსაც უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ კიდე შვილებთან. რასაც სამსახური აძლევს ხოლმე, რის საშუალებასაც აძლევს, მაგრამ უფრო მეტად ეცნობიან აი ამ ბიოფსიქოსოციალური განვითარების თეორიებს და რაღაცა როგორ ვითარდება, რომელ ასაკში რა ჭირდება მის შვილს და რაღაცა. აი ახალგაზრდა თაობა ამაში უფრო მეტად ჩახედულია და როცა ტრენინგებს რაღაც კითხვებს ავენ ხოლმე რომ და ანალიზებენ მისმა მშობლებმა რა შეცდომები დაუშვეს მათ აღზაში და რაღაცა მე მახსოვს ძალიან ბევრს აქვს კითხვა რომ რა უნდა გავაკეთოთ რომ შეცდომები არ დაუშვათ და მეცინება თქვენ წილ შეცდომებს მაინც დაუშვებთ იმიტომ რომ არ არსებობს იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა საუკეთესო განზრახვით დაშვებული შეცდომებია
ხო? ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილი იყოს საუკეთესო. ხშირად არ ვიღებთ ისეთ როგორიც არის და იქ კი არ ვეძებთ მის ნიჭიერებებს და ჩვენ რაღაცა პროგრამები გვაქვს ხოლმე რაღაცა რომ შვილებს მიუთითოთ რომ უნდა იცოდეს კარგად მათემატიკა, უნდა იცოდეს სამი უცხო ენა. კი და დროსაც აღარ უტოვებთ ზოგჯერ სათამაშოდ ბავშვს და ბავშვს ბავშვობა აქვს დაკარგული. აი ახალმა თაობამ ეს ცოტათი უფრო გაითავისა და რაღაცა ისეთი რომ რეალურად საერთოდ ჯამში ყველაფერი უნარებზე გადის. რა თქმა უნდა. და არა კონკრეტულად თუნდაც მათემატიკის რაღაც სწავლას, ეს ყველაფერი უნარებზე გადის. როდესაც ჩვენ შერჩევას ვაკეთებთ ხოლმე დიდ კომპანიებში, ჩვენ ხედავთ ხოლმე რაღაცა მიმართულებებით საერთოდ არ არის შესაძლებელი კადრის შერჩევა, ახალი სამუშაო რესურსის შერჩევა, იმიტომ რომ ეს პროფესიები საქართველოში საუნივერსიტეტო განათლებით ვერ მიიღება. ამიტომ შენ ფიქრობ ხოლმე ყოველთვის რაღაცა ტიპის უნარებით და ეს უნარები სწორედ ისინია, რასაც თქვენ ამბობთ, რომელსაც ადამიანი იღებს იმ პირობებიდან, რომ გარემოშიც ის ხდება და რა ინტერესებიც ამ ადამიანებს აქვთ. ალბათ ძალიან კომპლექსურია ეს თემა. თქვენი სკოლის შესახებ მინდა გკითხოთ, რა პროგრამები გაქვთ დღეს, როგორ ეხმარებით ბიზნესს და არა მარტო ბიზნესს ამ მიმართულებით? ბიზნეს ვეხმარებით იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან მოკლევადიან და გრძელვადიან ტრენინგებზე მოდიან ხოლმე თვითონ ბიზნესის წარმომადგენლები, ბანკებში მომუშავე ადამიანები, თვითონ ბიზნესის ფლობელები, ხშირად ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ეწერებიან ხოლმე და ამ მიმართულებით ვეხმარებით ხოლმე. ჩვენ ახლა მოკლევადიანი კურსები გვაქვს კიდე გაკეთებული, აი თუნდაც დილცის პირამიდა როგორ უნდა გამოიყენოს ბიზნესში მყოფმა ადამიანმა, რა თქმა უნდა თერაპიაშიც როგორ გამოიყენოს ესეც გვაქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დილცი არ ჩერდება და მე მუდმივად წელიწადში ორჯერ დილცის ტრენინგზე ვარ, მაგალითად, რომ რაღაცა სულ ახალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პირამიდა შეიქმნა 80 წლებში, ეხლა დილცმა სულ ახალი ხედვა შემოგთავაზა აი ამ პირამიდის და რაღაცა და საოცარი ისინი აქვს, აი საოცარი ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადო, თუნდაც წარსულში ბავშვობაში რაღაცა რო წარმატებით გააკეთე და რაღაცა ის ემოციაც კი შეიძლება წამოიღო მომავალში. აი არაჩვეულებრივი რაღაც ისინია, ეხლა კიდე მელოდება მაისში მეორე მოდულის გავლა და რაღაცა. ამიტომ ჩვენ ფეხ და ფეხ მივყვებით ზუსტად აი ამ ახალს და წინსვლას NLP-ში და არა ვარ დაუშვათ იმ დონეზე, რა დონეზე შეიქმნა NLP, იმიტომ რომ NLP ვითარდება და ძალიან პროგრესულია, მინდა გითხრათ და მით უმეტეს როცა ეს არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რა შინაარსის კურსებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა. თვითონ NLP პრაქტიკოსია და ძალიან დიდი მოთხოვნა ხოლმე NLP-ს რა უნარებით მიდიან კურსის მონაწილეები? რა უნარებით მიდიან? დიახ, ანუ რა უნარებს მაღალი ემოციური ინტელექტით მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხელი შემშლელი ემოცია იყო მათთვის და შინაგანი შეგრძნებები რომელიც ხელს უშლიდათ, ეს ამ რაღაცებს საკუთარი თავის შეცნობა და სხვებთან კომუნიკაციის დამყარება შეუძლია და სხვისი ემოციების ამოცნობა. ამაზე მეტი რა უნდა მიიღოს და პროფესიებია, რომელიც ემოციური ინტელექტს ეფუძნება, გაყიდვების მენეჯერი მახსენდება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაც კვლევას ვნახავთ ერთ-ერთ ბიზნეს გამოცემაში და იქ იყო სტატისტიკა მოცემული, რამდენად კარგია ის გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, იმათთან შედარებით, ვისაც შედარებით ნაკლები აქვს, ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი იყო, როდესაც ზომავდნენ ემოციური ინტელექტის მიხედვით გაყიდვებში რა წარმატება ჰქონდა ადამიანებს და ფაქტია ის, რომ და ყველამ დაადასტურა ის, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანები უფრო წარმატებულები არიან გაყიდვების მიმართულებით, აი ამ გაყიდვების მიმართულებით იყო კონკრეტული კვლევა ჩატარებული და ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ მომავალშიც კიდევ უფრო საინტერესო გახდება. რამდენად ცული ის გაჯეტების გამოყენება, მობილური ტელეფონის გამოყენება თქვენთან მოსული ადამიანების ქცევა ზოგადად
ხომ არ არის რაღაცა ტიპის მიმართულება, რომელიც თქვენი დაკვირვებით სწორედ მობილური ტელეფონების, гаджеტების გამოყენება, თუნდაც ბავშვობის პერიოდიდან გამოიწვია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ხვდებით ადამიანებს, რომელსაც ერთი დღეც კი არ ახსოვთ ცხოვრება ინტერნეტის, მობილური ტელეფონის ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. ხო, აი ესეც ხშირ შემთხვევაში არის საუკეთესო განზრახვებით დაშვებული შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ, იმიტომ რომ გაართოს, იმიტომ რომ აჭამოს, იმიტომ რომ რაღაცა იმასთან ტელეფონს აძლევენ ხოლმე, ცოტა ხანს დაამშვიდოს, იმიტომ რომ თვითონ რაღაცა საქმეა გასაკეთებელი რაღაცა და ესეც არის ხშირ შემთხვევაში ხოლმე რაღაცა სიმშვიდე რომ მოიპოვოს ცოტა ხნით მშობელმა და რაღაცა, რა თქმა უნდა, ამაში არის კარგი განზრახვა, პოზიტიური განზრახვა, თუმცა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მიშვილზე, იმიტომ რომ ის მიჯაჭვული ხდება. თქვენ რომ დააკვირდეთ 2-3 წლის ბავშვის სახის გამომეტყველებას, როგორი სახით უყურებს ის მულტიკებს და რაღაცა და რო ელაპარაკები აბსოლუტურად უემოციურია, მთლიანად შესულია იმ იმაში და არაკომუნიკაბელურია იმ პროცესში. მიხვდებით, რომ ეს აღარ უნდა გააკეთო არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კაი განზრახვა გაქვს შენ ამასობაში საჭვალს აკეთებ, რაღაცას ადილს, რაღაცას აკეთებ, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთო, ეს არ უნდა იყოს შენი შვილის გასაჩუმებელი საშუალება და მე უკვე როცა მოდიან 14-15 წლის ასაკის ბავშვები რომ დამოკიდებული ხდებიან гаджеტებზე და რაღაცა, ну კი არის უკვე გვიან და ვეუბნებით მშობელს რაღაცას აყვედურს, მაგრამ მაინც ასე თუ ისე არის შესაძლებელი, თუ კი იმ ბავშვს შეძლებ რომ რაღაცა ჩაანაცვლო რაღაცა სხვა ინტერესები, მისი ადგილი სხვანაირად და კარგად მოაძებნინო. მის სხვათა შორის гаджеტებზე მიჯაჭვული ადამიანებიც აქვს ძალიან დაბალი კომუნიკაციური უნარები, იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა აღარ იციან. ტექსტის მოყოლა და ეს ძალიან პრობლემატური ფოტოებიც ხო გინახავთ ბებიასთან სტუმრად მისული შვილიშვილები ყველა ტელეფონში რო იყურება და ბებია რო გაშტერებული უყურებს, მასთან მისული ბოლოს შეკითხვა და ცოტა ჩვენ საათად რო იწურება, რა არის თქვენ სამომავლო გეგმები? რა სიახლეებს შემოგთავაზებს 2025-ში საქართველოს ენერგიის სკოლა? ხო, ჩემი სამომავლო გეგმებია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს, ამიტომ ეს პატარ-პატარა კურსები დაგეგმვა დავიწყეთ ახლა, რომ მეტი ადამიანისთვის მისაწვდომი გახდეს, ხელმისაწვდომი გახდეს NLP-ის ტექნოლოგიები მათი პირადი ცხოვრებისთვისაც და ბიზნესის წარმოებისთვისაც, იმიტომ რომ NLP მოიცავს უამრავ ტექნიკას, მაგალითად Disney-ის წარმატების მოდელი არსებობს ესეთი, რომელიც Disney-ის წარმატების მოდელზეა შექმნილი და ესე დილსის შექმნილი ტექნიკაა და არაჩვეულებრივი ტექნიკაა და ბევრი ტექნიკები გვაქვს მოკლედ ისეთი, რომელიც ასევე ბიზნესზეა მორგებული და ჩვენი სურვილია რომ მეტი წარმატებული ადამიანი იყოს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიაში. მეც ვუსურვებდი ამას ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ძალიან სწრაფად გავიდა. დიდი მადლობა უნდა გითხრა მან ჩემთან სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო ეთერი იყო. მან ჯორჯიაშვილი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ საუბრობდით NLP-ზე, მან გახლავთ საქართველოს NLP-ის სკოლის დამფუძნებელი. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.